პირველში მინდა თანამშრომლობის სადაც არ უნდა ვიყოთ შიგნით თუ გარეთ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ამ გამარჯვების წმენით ვერავინ და ვერაფერი ვერ გახდეს გასულ ყველას ორი თებერვალი საღამოს საათებში შესაძლოა დარბევა მოხდა და კიდევ ერთხელ გამოაჩინა ამ სისტემამ თავისი სასტიკი ხერხები მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევისას. იყო ფიზიკური ძალიან ბევრი ძალადობა, ასევე იყო დაჭერები და სიტყვაზე შეურაცხყოფა. მე მინდა ვთქვა, რომ არ შეუშინდეთ საერთოდ არაფერს, ყველაფერი იქნება კარგი. და ერთ წუხარებას გამოვთქვა, რომ ამის შემდეგ გამოდიან და გვეუბნებიან და გვესაუბრებიან ქრისტიანობაზე, ერთიანობაზე და იდენტობაზე. და რომელიც აბსურდია, იმიტომ რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ასეთ რამეს არ გვასწავლის, რომ უნდა ვიძალადოთ და უნდა შევარდოთ მეორე ადამიანს. ასევე მინდა გამახსენდა ძველი აღთქმიდან რამოდენიმე სიტყვა. და თუ შეიძლება რომ მომცეთ ამ სიტყვების გადაცემის საშუალება, ცოტა სნერულად ბოდიში. ამისთვის უფლის მოსავნი განიახლებენ გზას. ისინი აწვივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან. და ეს მართლაც ასეა. ჩვენ არ გვეშინია და არ დავიღლებთ. და ერთი კითხვაც მიჩნდება. თუ ერთი მხარეს არის, მაშინ მინდა გამოდის ჩვენს წინააღმდეგ.